ულოცავ საქართველოს მახალი წლის დადგომას და პირველ რიგში ულოცავ უკანონო დატუსაღებულ სამშობლოს მცველებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს უნდა იდგეს რუსთაველზე ისევ, მაგრამ არიან გისოსებს მიღმა და ალბათ ყველაზე მეტად ამ ადამიანებს ეკუთვნით ჩვენი გამხნევებაც, მილოცვაც და სხვა შორის გამხნევება თქო ვამბობდა ამ დროს დღეს მივიღე წერილი ზვიად ცეცხლაძის 19 წლის არაჩვეულებრივი პატრიოტი ახალგაზრდა ლიდერის ადვოკატი იყო ჩვენი შესული და მე შემდეგ დედამ გადმომიგზავნა მისი წერილი. იცით როგორია დიანა, აქეთ რო გამხნევებს, აქეთ რო გაიმედებს, აქეთ რო გრძნობ რაღაცა ახალს, ენერგიულს, კიდევ უფრო ხვალინდელი დღის პერსპექტივაში დანახულ უკეთეს რეალობას, აი ესეთი წერილია და საოცარია ეს, აი არ ვიცი, არაფერი არ მიყვარს განსაკუთრებით პატიმრებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ფონზე, მაგრამ აი ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ასე უსამართლოდ დაატყვევეს ასეთ მძიმე ბრალდები და კიდევ ბევრი სხვა, ვინც საპატიმროშია ახლა. არის საოცარი მაგალითი ამ თავგანწირვის და ის რაც ხდება ეხლა არის აი ერთი მთლიანი გამარჯვების სიმბოლო და ფორმულა. ამიტომ თქვენ კითხვაზე პასუხი მე ამიტომ დავიწყე, რომ ასეთი იმედებისგან, ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიებისგან შედგება ეს ერთი მთლიანი გამარჯვება, რომელიც აი ესე ყალიბდება, დუღაბდება, იქმნება აი ამ დღეების განმავლობაში და ამიტომაც ვარ მეც იმედიანად, ამიტომაც დაწერა პრეზიდენტმა ის პოსტი. ნამდვილად არის ცვლილებების წელი, იმიტომ რომ ეს წელი, რომელიც გაგრძელება დაწყებული ძალიან სამართლიანი ბრძოლის, აუცილებლად თავის ფინალურ დასასრულამდე მივა და რომლის შემდეგ მე იწყება უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ეს ფინალური გამარჯვების ეტაპი, ანუ უცილობლივ არჩევნების დანიშვნის დღე არის, მე ვფიქრობ, ახლოს ამის შეგრძნებას მაძლევს. რაზე დაყრდნობით ამბობთ, რა ნიშნებით ხედავთ, რომ ეს არის ახლოს? ამის შეგრძნებას დიანა მაძლევს პირველ რიგში ფაქტობრივი მოცემულობა, არა მარტო შეგრძნებები და სურვილი რომ გინდა ესე იყოს. მოცემულობა, რაც ახლა არის ჩვენს წინ, აი ეს უწყვეტი არნახული, მართლაც სრულიად ახალი შინაარსის, ხასიათის და სიძლიერის პროტესტი და ბევრი რამ გვინახავს ჩვენ, მაგრამ დამეთანხმები რომ მსგავსი არასოდეს არ გვინახავს არც ერთი ხელისუფლების დროს და არც ერთი ბრძოლის ეტაპზე. ეს არის ახალი, რომელიც უთუოდ გამარჯვების წინაპირობაა. ასეთი უწყვეტი, დაჟინებული, თანმიმდევრული და სრულიად ახალი, აი ხელოვნების დონეზე აყვანილი ბრძოლის და ივანიშვილის ნერვული სისტემა, რაღაც პოლიტიკური ეს თქვა მეორე ეტაპზე. კი ბატონო, ვერ გაუძლებს თუ როგორ არის საქმე. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივად, თვისობრივად ახალი ფორმა, რომელიც არის უთუოდ, რა თქმა უნდა, გამარჯვების მომტანი. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე ცოდნას და რაღაც გამოცდილებას ეფუძნება, არის ის, რაც ხდება ქართული ოცნების შიგნით. ისეთი ისტორიული ფონი, როგორიც ახლა მათ აქვს, ეს გამოიხატება არა მხოლოდ საჯარო მოხელეების 31 დეკემბერს გათავისუფლებაში, აი ესე უცერემონიო და ყოველგვარი ფორმის დაუცველად და ესეც რაღაც ისტერიის მაჩვენებელია. ხო, ჩქარა უნდა მოასწრონ რაღაც ეგრეთ წოდებული წმენდე ანრი ოხანაშვილისგან რა უნდა გვიკვირდეს, ხო? რასაც ის ახლა ჩადის იუსტიციის სამინისტროში და არა მხოლოდ ის. ამაზე მეტყველებს მათ შორის ჩემი ცოდნა, რაც ხდება შიგნით და ეს ის ხალხია, რომელიც ახლა ივანიშვილს ირგვლივ ყავს, როგორც შემსრულებელი, ტექნიკურად შემსრულებლები, თორე არავითარი იდეის და არავითარი ახლა პროცესის შემქმნელები არ არის. არასოდეს არ უბრძოლიათ მათ, არასოდეს არ ყოფილან არანაირი გამოწვევების წინაშე ქუჩაში და მათთვის ეს ყველაფერი არის შოკის მომგვრელი და ახალი წლის ღამის შემდეგ ისეთი მძიმე ისტორიული ფონი აქვთ, რომ აი ამის გამოხატულება ეხლა გარეთ მერე სხვა გადაწყვეტილებებში რაც ჩანს. მათ შორის აი ეს წინასწარ ჩაწერილი კონცერტი, მათ შორის
აი ესეთი ბრძანებები, რომელსაც გამოსცემენ ისე რომ არც კი ამოწმებენ ვის შეიძლება ეს გავცილდეს, არის სამართლიანი, არ არის სამართლიანი. სასამართლოები, რომელიც აი ესე ქაოტურად მიმდინარეობს და ეხლა სხვა შორის დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის და მათთან დაკავშირებულ პირებთან იმ საქმის ვადის გაგრძელებას ითხოვენ ისევ, როგორც ჩანს ამ ვადაში, როგორც ჩანს კი არა ჩანს. ამ ვადაში ვერაფერი ვერ მოაგროვეს, ვერც დაადგინეს, ვერც დაამაგრეს. პროცესუალურად ეხლა ისევ გარკვეული ვადის მოთხოვნა უნდათ, ვიდრე არსებითი განხილვა დაიწყება. მოკლედ ეს ყველაფერი და გარე ფაქტორი რაც ხდება, ამაზე თქვენმა წინა სხვა შორის ძალიან კარგად გაანალიზეთ ეხლა წინა ჩართვების დროს, ეს ლიანობაში არის ახლოს გამარჯვების აღქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები. მე მგონია რომ ძალიან მალე იქნება ყველაფერი გადაწყვეტილი, აი რაღაც აი ბეწუზე კიდია მართლაც ოცნების აი უზურპირებული ძალაუფლება, რომელიც აღარაფერს აღარ ეფუძნება. არანაირი შიგ თავსი ამას აღარ აქვს. კი ბატონო, ეკა, ახლახანს იყო არჩევნები, მაინც ასე ქვია. ახალი არჩევნები თუ ის მიიღო საზოგადოებამ ამ პროტესტის შედეგად და როგორც აი ამ კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა და რაღაც ცვლილებების შესაძლებლობა უკვე რაღაცნაირად წინა განწყობა როგორი გაქვთ, ის აუცილებლად ცვლილების არჩევნები იქნება და თუ იქნება, რა იქნება ამის განმაპირობებელი? ანუ მივდივართ იქამდე, რომ ის პარტიები, რომლებიც იყვნენ ორთაბრძოლაში ივანიშვილთან 26 ოქტომბერს, ამ პოლიტიკურ მოცემულობას რამე ისეთი ფაქტორები დაემატება, რაც გარდაუვლად მას ცვლილების არჩევნებად აქცევს? ანუ რა მოლოდინები გაქვთ, თუ ეს თარიღი მიიღო საზოგადოებამ აი ამ ბრძოლით და პროტესტით? ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დიანა, ხა რას თქვენ დასვით, ხო. პირველ რიგში ყველა ნიშანი ამის მადასტურებელია, რომ ცვლილებები იქნება ამ არჩევნებით, ასე შეთანხმებული საზოგადოება, ასე შეთანხმებული საქართველოს მოქალაქეთა აი დიდი არმია, რომ ეს ცვლილებები გარდაუვალი არ ყოფილა, იმიტომ რომ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც 26 ოქტომბერს ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ აძლევდნენ ხმას, დაემატნენ ისინიც, ვინც იყვნენ ნეიტრალურები და გადაუწყვეტნი. ბევრი ვიცი უკვე, იმიტომ რომ მაინც ჩემი ესე ვთქვათ, საკონტაქტო არეალი მაინც არის ის ხალხი, ვინც ან გაბრაზდა ქართულ ოცნებაზე, ან ისევ ესე ყოყმანობდა. და დღეს ქუჩაში როცა ვხედავ აი ამ პროტესტის დროს განან მათ შორის იმ ადამიანების შვილები ან ოჯახის წევრები, ვისი ახლობლებიც არიან დღეს ქართულ ოცნებაში, ეს ჩემთვის არის პირველი ინდიკატორი, რომ შიგნიდან დიდი რღვევა უკვე კარგა ხნის დაწყებულია. მეორე, რა მნიშვნელოვანი რამ რა თქვენ ახლა თქვით, რა კომპონენტი შეიძლება დაემატოს. სრულიად ახალი რამ დაემატება და ალბათ ის რაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო 26 ოქტომბრის წინ და ვერ მოხერხდა, ვერ მოესწრო, მიხვდები ძალიან კარგად რასაც გულისხმობ, ის შესაძლებელია ახლა მოხდეს. რა კონკრეტულად? ის რომ არსებულ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც მიიღეს ძალიან დიდი ხმები ამ მომრჩევლის, ხო, ამ 4 პოლიტიკურმა პარტიამ, მათ ჭირდებათ ზოგადად ამ პოლიტიკურ სპექტრს ახლა ჭირდება გაძლიერება სრულიად ახალი ენერგიით. ამის თელობა იყო არჩევნების წინ, ახაც უფრო დიდი პლატფორმის შექმნის, რომლის ინიციატორი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გახსოვთ, როდესაც მან დაიწყო მედიაცია, მაგრამ ეს ვერ მოესწრო, ვერ შედგა, ამიტომ ეხლა არ დაუბრუნდები წარსულში, მაგრამ ეხლა არის ეს აუცილებლად გასაკეთებელი. მით უფრო რომ საძებარი არ არის არავინ. აი ამ პროცესმა, ამ პროტესტმა აჩვენა არაჩვეულებრივი არაერთი ახალი ადამიანი, ახალი შეიძლება პოლიტიკური ველისთვის, მაგრამ თავიანთ პროფესიაში წარმატებულები, რომლებიც ზოგი სცენიდან, ზოგი კულისებიდან, ზოგი რა ვიცი, სადღაც კაბინეტებიდან გამოვიდნენ გარეთ ქუჩაში და ნახეთ არაჩვეულებრივად მოაზროვნეს სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობის მატარებელი ხალხი. ეს ადამიანები რატომ არ უნდა დავინახოთ ხვალზე ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე? მე ვფიქრობ, ეხლა მთავარი ამოცანა და ამაზე სხვა შორის ძალიან მკაფიოდ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა მის მიმართვაში, აი, როდესაც სასახლიდან გამოდიოდა, აი მისი სიტყვა
სწორედ ამ მომავლის სიახლეების ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებს ეხებოდა. მან თქვა ძალიან ღია და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ხელს შეუწყობ მე იმას, რომ ეს ადამიანები შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში და ისინი ჩაერთონ ქვეყნის მშენებლობის საქმეში. მე მგონია, რომ სწორედ ეხლა ეს არის გასაკეთებელი. მინდა დავაზუსტო. თქვენ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ სხვათა შორის დარეგისტრირეთ პოლიტიკური პარტია, მაგრამ არ ჩამოვხართ ამ საარჩევნო მარათონში, პოლიტიკურ ბრძოლაში არიყავით ჩართული. ეხლა ეს პარტია თქვენი დარეგისტრირებული როგორც პლატფორმა, როგორ იქნება ზურაბიშვილი აი ამ პროტესტის მონაწილეებთან ერთად, აი ამ აქტიურ ადამიანებთან, რომელიც ამ პროტესტმა გამოაჩინა, ცალკე შექმნის პოლიტიკურ მოძრაობას, თუ ის იქნება აი ამ 4 ბარიერ გადალახული პარტიის რაღაცნაირად გამაერთიანებელი, იმიტომ რომ იქაც არ არის ახლა მთლად ისე, რაღაც ერთობლივი განცხადებები კი არის, მაგრამ გახარია პერსონალურად ყველა ამ ინიციატივის დროს არ ჩნდება ხოლმე მისი პარტიის წარმომადგენელია, იქ შიგნითაც რაღაც ტიპის ერთმანეთის მისამართით რაღაც ტიპის კინკლაობა იყო მაგალითად აი ამ დაფინანსების თემაზე. ზურაბიშვილი როგორც ამოკლედ ამ 4-ულის გამაერთიანებელი, თუ ზურაბიშვილი ინდივიდუალურად თავისი პოლიტიკური გუნდით, თუ ახალი არჩევნები იქნა, თქვენ როგორ უფრო უპრიანი იქნება, როგორ უყურებთ ამ პროცესს? პირველ რიგში დიანა, მაშინ როდესაც დავარეგისტრირე პარტია სამართლიანობისთვის, რა თქმა უნდა, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ ეს ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი, პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოყენებული საჭიროების შემთხვევაში. მე მაშინ ბოლო მომენტში გადავდექი კიდეც თავმჯდომარეობიდან, იმიტომ რომ არ შეწოდა ხელი არანაირ პროცესს და ეს შეთავაზება იყო, თუ ეს ორი მსხვილი პარტია გაერთიანდებოდა და არა მხოლოდ ისინი, აქ საუბარი იყო უფრო დიდ პლატფორმაზე, სხვა ძალიან საინტერესო ადამიანებიც შემოსული იყვნენ და ეს პარტია უბრალოდ როგორც ბაზა, როგორც ინსტრუმენტი ასე იყო შეთავაზებული. მე ვთქვი, რომ ეგერ არის გამოიყენეთ და მე პირადად პირიქით ვცდილობდი ამ პროცესის მაქსიმალურად ხელშეწყობას. და აქ არაფერი საიდუმლო დასამალი არ არის, ამიტომაც დავარეგისტრირე საარჩევნოდ ის პარტია. ეხლაც იგივე პოზიცია მაქვს, ეხლაც იგივეს ვფიქრობ, რომ ის რაც მაშინ ვერ მოხერხდა, არ ვიცი საბოლოოდ რა ფორმით და როგორ მოხდება ამ თუ სხვა თუ არ ვიცი არსებული თუ ახალი თუ ასე შემდეგ, მართლა ამაზე ჯერ არ შემიძლია ეს მკაფიოდ საუბარი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ფორმა უნდა მოარგო შინაარს და თავარი არის ამ კონსენსუსამდე მისვლა და როგორი იქნება უმჯობესი, რომელი პარტიის ბაზაზე იქნება, მე მგონია, რომ აი ხა ის მომენტია და ისეთი ეტაპია, როდესაც პარტიული სახელი უბრალოდ კარგავს თავის აქტუალობას. არა აქვს ამას მნიშვნელობა რა, რაღაც ეტაპზე ალბათ ინსტრუმენტი შეიძლება განიხილო როგორც შესაძლებლობა და ასეთი არის პარტია. რაღაც ეტაპზე შეიძლება პარტიის სახელი ან პარტიის ბიოგრაფია იყოს გადამწყვეტ. ეხლა არა აქვს ამას მნიშვნელობა, როგორც არ ქონდა 26 ოქტომბრის წინ და მგონია, რომ ამაზე ბევრი აქცენტის გაკეთება ცოტა შეცდომა იყო. უფრო სჯობდა, რომ დაგვენახა მასშტაბი, რა შეიძლება მოიტანოს ასეთმა დიდმა პლატფორმამ. ამიტომ პრეზიდენტი რას გადაწყვეტს მომავალში, რა ფორმას მისცემს და როგორ თქვა ჩამოყალიბდება, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ იდეა, რომელზედაც საუბრობდა თვითონ და მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, რომ ახალი ადამიანები და ახალგაზრდა თაობაც და არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობა, აი თქვენი ტელევიზიაც და ის დამოუკიდებელი ტელევიზიები, რომლებიც ასპარეზს აძლევს ასეთ ადამიანებს, აჩვენებს რა უნიკალური რესურსი გვაქვს ჩვენ, რომელსაც არ ვიყენებთ. რატომ უნდა ჩაიკეტოს ეს პოლიტიკური სპექტრი? ნუ რავინ იეჭვიანებს, არავის არ აქვს მონოპოლიზირებული პოლიტიკური ბელი. დღეს ქართველი ხალხია ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, ჩვენ ვხედავთ საოცარ ზრდას, სრულიად ახალი მენტალური ხედვის და იდეების, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე, როცა იაზრებს, რომ ის არის პასუხისმგებელი, ის არის უფროსი, ის არის თავის ბატონ პატრონი, თავის სამშობლოს ხვალინდელი დღის პატრონი და არა ქართული ოცნება, აი ეს მენტალური ცვლილება, რომელმაც შვა ესეთი საოცარ პასუხისმგებლობიანი საზოგადოება, რომელიც იბრძვის და არა მარტო დღეს იბრძვის, ხვალაც იგივე პრეტენზია ექნება, როგორი უნდა იყოს
სამართლებრივად მოწყობილი ეს ქვეყანა, თვითონაც მოინდომებენ ამ პროცესში ჩართვას. მე პირადად ამას მხოლოდ ხელს შევუწყობ, ეს რომელი პარტიითაც არ უნდა იყოს. კი ბატონო, ჩემი პარტიაც გამოიყენონ როგორც ინსტრუმენტი, თუ დაჭირდებათ. სიამოვნებით დაუთმობ ამას. ზურაბიშვილს ხედავთ თქვენ ამ არჩევნებში უშუალოდ ჩართულს, ახლა მთავარია ამ პროცესის სალომე ზურაბიშვილი ბუნებრივად მე ამას ცოტა ადრე საუბრობდი და სხვათა შორის ცოტა ადრე რომ საუბრობდი, ბევრი არ მეთანხმებოდა, მაგრამ მივედით მაინც აქამდე, მე იმ ეტაპზე საუბრობდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესის ბუნებრივი ლიდერი გახდებოდა, როცა ჯერ კიდევ ამის აღიარება ბევრს არ უნდოდა. ეს მომწიფდა, მაგრამ უბრალოდ მე შიგნიდან რომ უყურე პროცესებს, შეიძლება რა ვიცი, რაღაც გამოცდილებაც რაღაცებში უბრალოდ მეხმარება, მაგრამ მაშინაც ძალიან ადრე ვთქვი ეს, რომ ამ პროცესის გაუძღვებოდა. დღეს ეს გამოკვეთილია, უდაოა, არავინ ამას სადაოდ არ ხდის და ეს აი იმდენად ბუნებრივად და ორგანულად, ნატურალურად ჩაჯდა, იმიტომ რომ ის თვითონ ხო ატარებს ამ ევროპული იდეის ისტორიას, მისი ფესვები ესეთია. ეხლა უკვე გარედან ქვეყნის მეგობრები საქართველოში რო ხედავენ, აი ვინ გამოიკვეთა ამ პოლიტიკურ პროცესში საყრდენად, ხო მას ელაპარაკებიან პრეზიდენტად მოიხსენიებენ, ამბობენ რომ ის უფლებამოსილების ვადა ისევ გრძელდება. ამას ჩვენ ხო არ ვამბობთ მხოლოდ. ეს კონსტიტუციურადაც ესია. კი გვაქვს ესეთი გასაოცარი კაზუსი ახლა ქვეყანაში, რომ ყველაფერი ანტიკონსტიტუციურია, რაც მოხდა, ყველაფერი გასულია სამართლებრივი წესრიგიდან. პრეზიდენტს ამიტომაც უნარჩუნდება თავის საკონსტიტუციო ვადა, ამიტომაც მას პრეზიდენტები სხვა ქვეყნების მოიხსენიებენ როგორც ამ ქვეყნის მეთაურს და ლიდერს, ამიტომაც ქვეყნის თქვენ აღიქვამთ, რომ ეხლა სალომე ზურაბიშვილი მოქმედი პრეზიდენტია, ასე უყურებთ პროცესს? კონსტიტუციური ლოგიკით დიანა ასია, იმიტომ რომ თუ ვთანხმდებით, რომ დაირღვა კონსტიტუცია პირველი სხდომის მოწვევისთანავე, როდესაც ეს კონსტიტუციონალისტებიც დაობენ ამაზე, ეგ არ არის ცალსახა აქ, იმიტომ რომ სხვადასხვა პოზიცია მომისმენია და ამიტომ ვინ თანხმდებით? კი, უდაო მხოლოდ მაშინ არის დიანა, მესმის რომ ეს ასთა სხვადასხვაობა რატომაც არ, მაგრამ უდაო მოცემულობა მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ყველაფერი უპრობლემოდ ხორციელდება. მაგრამ ეხლა გვაქვს ისეთი კაზუსი, როგორც მართლა არასდროს არ გქონია. და ამ კაზუსში ჩვენ ეხლა ხელმძღვანელობთ სამართლის ლოგიკით, იმიტომ რომ ეხლა კანონები სიტყვასიტყვით არ იკითხება და მისი გააზრება უნდა მოხდეს მთლიანობაში და მთლიანობაში გააზრება თუ გინდა კონსტიტუციური პროცესის, უნდა დაიწყო იქიდან, როგორ შეიკრება პარლამენტი, შეიკრება კონსტიტუციის დარღვევით. როდესაც არ შეიძლებოდა პირველი სხდომა პრეზიდენტის გარდა ვინმე სხვას დაენიშნა. არ დაელოდნენ საკონსტიტუციო საქმეებს. თქვენ ახსენეთ ლიდერებიო, შეგიძლიათ მითხრათ, ანუ რომელი ლიდერი მას ელაპარაკება ეხლა როგორც მოქმედ პრეზიდენტს, ანუ ამაზე რას გვეტყვით, იმიტომ რომ ცოტა მართლაც კაზუსი ვითარებაა და ამიტომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და 20 იანვრის ინაუგურაციაზე მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა. დამთავრებულია კონგრესმენის, კონკრეტული კონგრესმენის მიწვევა. მიდის ის შეერთებულ შტატებში, იცით? რა თქმა უნდა, წავა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამ შესაძლებლობის შესაძლებლობაზე უარის თქმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა ყველაფრის. ევროპელი ლიდერები, რომლებიც პრეზიდენტს მოიხსენიებენ ძალიან ხიად, როგორც ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს და ეს არის ის იმდენად უკვე გამოკვეთილი და ისეთი მართლაც სრულიად განსხვავებულ მოცემულობაში ამყოფებს საქართველოს, რომ რაც არ უნდა ეხლა ქართულმა ოცნებამ, არ ვიცი, რაც არ უნდა ჩაიდინოს ამ მოცემულობას ვეღარ შეცვლის, გარდა ერთადერთი რამისა, მას მოუწევს მოლაპარაკების დაწყება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, რომ ეს შეთანხმებით მოხდეს. სალომე ზურაბიშვილს დაელაპარაკებიან თარიღზე, კი, მას დაელაპარაკებენ. ანუ საკუთარ არჩეულ პრეზიდენტსაც არ თქვათ არ ეკნებათ მასთან ამაზე. არა, იმიტომ რომ არაფერს არ წყვეტს ახლა
ადამიანი, რომელსაც სახელი წვეც არ აქვს მნიშვნელობა, მას აქვს ეს სტატუსი, მოსწონს არ მოსწონთ. მე გავიხსენე სხვათა შორის სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს იყვნენ პოლიტიკოსები არალეგიტიმურს რომ უწოდებდნენ, მაგრამ ამით მისი ლეგიტიმაციის ხარისხი არ შეცვლილა, ძალიან მძიმე ვითარება გაუვლია მას ასევე საზოგადოების ნაწილისგან. კინაღა მეც იმის გამო რომ კორექტულად მიუმართავდი და კორექტულად მოვიხსენიებდი, ამის გამო ლამის პოლიტიკური ლიდერები ეთერში რაღაცნაირად მე აგრესიულებოდნენ, ასეთიც მახსოვს. მე მახსოვს ეს პერიოდი, დიანა, კარგად, მე მაშინაც ძალიან უჭერდი მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, როდესაც საკუთარ გუნდში მოწინააღმდეგეები ყავდა მას მაშინ. მე მაშინ იქ ვიყავი ხელისუფლებაში და ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიპეტიები, ჩემ თვალწინ და ჩემ მონაწილეობით ხორციელდებოდა, მე ვიცავდი მის კანდიდატურას და ზუსტად ვიცოდი, რომ საჭირო დრო, საჭირო მომენტში ის იდგებოდა ისე მტკიცად, როგორც დგას დღეს. და სხვათა შორის მაშინ დელისგან განსხვავებით, თქვენ რაც გაიხსენეთ, არ იყოს მეორე ალტერნატივა, რომ აი ვიღაცას ჰქონდა დობის რაღაც მანდატი და იმისთვის შეიძლებოდა პრეზიდენტის სტატუსი მოგერგო. დღეს გვაქვს განსხვავებული სრულიად არაორდინალური ვითარება, როდესაც ხალხის ნდობის მანდატით მასთან კონსოლიდირდა და მასთან მოიყარა თავი, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება სტატუსი გქონდეს, მაგრამ ხალხი არ გენდობოდეს და ეხლა დღეს სტატუსზე რამდენიც აღარ უნდა ვიდაოთ, გაცილებით უფრო მეც ნიშნავს ის, რომ რაც უნდა ის დაარქვას ახლა ქართულმა უცნებამ, ვისაც რა უნდა ისახელი და ტიტულები უბოძოს, გაცილებით მეც ნიშნავს, ვის აქვს დღეს ხალხის ნდობის მანდატი. კი ბატონო, ეს არის გამარჯვებისთვის აუცილებელი წინაპირობა და ამიტომაც უნდა მივიდეთ ჩვენ არჩევნებამდე აი ამ ნდობის მანდატით და შეთანხმებით. ეს იქნებოდა უკეთესი, სხვაგვარად უბრალოდ მეორე სცენარში არჩევნები მაინც ინიშნება, უბრალოდ შეიძლება იქ სხვა წინაპირობები იყოს.